ხალხო 30 გრადუსია ნიუ-იორკში, არც მეტი და არც ნაკლები. 30 გრადუსი. ძალიან ცხელა და გადავწყვიტე რომ წავიდე პარკში შიოსთან ერთად. ვიცი კითხვა რაც გაგიჩნდათ, რატომ აკიდია მუდამ ეს ბავშვი გულზე, მაგრამ რა ვქნა? ესეთ რაღაც არ მინახავს, არ ჩერდება ეტლში. როგორი ეტლი გვაქვს, იცით? აი, ყველაფერს აკეთებს, ყავას არ ადუღებს, ერთადერთი მაინც არ ჩერდება ეს ბავშვი იმ ეტლში, ნუ აი არ უნდა. უნდა ესე რომ ზედ მეკიდოს. ეხლა წავალთ პარკში, ვიპოვით რამე კარგ ჩრდილს, სადაც გავაგორებთ და იქნებ დაიძინოს, დაისვენოს ცოტა სუფთა ჰაერიც ჩაყლაპოს და ნუ თან მეც ცოტა გასეირნება გამომივა. უნდა წამომეღო ქუდი ამისთვისაც. ვერ ვიპოვე და დამეზარე ვიფიქრე რომ ეგეთი სიცხე არ იქნება თქო, მაგრამ აშკარად ძალიან ცხელა. ხალხი არის აბსოლუტურად გახტილი. ნუ პრინციპში მეც გახტილი ვარ და შიოც, მაგრამ ქუდი უნდა წამომეღო. არა უშავს, ამას აქვს. აი ესეთი თავზე გადასაფარებელი და ესეც წავა ქუდად. ხა წავიდეთ პარკში. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ახლოს ცენტრალურ პარკთან, რაც ჩემთვის მე მგონია რომ ყველაზე დიდი ფუფუნება რაც მაქვს ნიუ-იორკში, ეგ არის ადგილმდებარეობა, სადაც ვცხოვრობთ და აი ყველაფერი რო აქვე არის და თან ეს ძალიან მაგარი უბანი რო არის და სილამაზეები და გინდა მაღაზიები, გინდა რესტორნები, გინდა რაც გინდა, ყველაფერი აქვეა და ჩემი საყვარელი ცენტრალური პარკი, რომელმაც სირბილი შემაყვარა. რაც არასდროს მეგონა თუ მოხდებოდა. აი იმ პარკში მივდივართ ახლა თქვენთან ერთად და გაჩვენებთ პარკსაც. გაჩვენებთ იმ ადგილს, სადაც ბავშვობიდან ოვიდა მყავს და სუ იქ ვართ ხოლმე და ყველაფერს დაგათვალიერებინებთ. და ზაფხულიც მე მგონი მოვიდა. დადგა ზაფხული და მიხარია. კარგ განწყობაზე ხარ ხოლმე ადამიანი, როდესაც თბილა. ესე მგონია. წესით ვარ დიეტაზე, მაგრამ ეხლა ძალიან დამცხა და ძალიან მომინდა მაჩა Starbucks-ის. Okay, come. Thank you so much. Anna. ჩემი ის არის guilty treat არის Starbucks-ის მაჩა. რაღაც ახალია მაჩა და მას ნაკლები. Summer feeling drink. It's the butterfly pressure. Butterfly. What is it made from? Just Guava and pineapple. Guava and pineapple. აი ისეთი წყვილუშები არიან ხოლმე აქ ზოგჯერ და ისე არ უნდა თუ დაგეხმაროთ. ისე არ უნდა თუ დაგელაპარაკოთ. ისე აი რაღაცა მარტივ კითხვას ვსმევ რომ აი რისი გემო აქვს. ხო აწერია რომ რაღაცა რისი გემო აქვს. მითხარი რა. არ უნდა რომ თავი შეიწუხოს ზედმეტად და ან გირჩიოს ან დაგეხმაროს და მე რო ხვდება რომ არ გესმის, მე ცოტა უფრო ნელა ლაპარაკობს და კიდევ უფრო ცოტა უფრო ჩუმად ლაპარაკობს რომ უფრო ვერ გაიგო. არა და რო ჩამოვედი სხვა შორის 10 წლის წინ Starbucks-ი იყო ძალიან კარგი და ეხლა არის ნუ ვინც აქ ცხოვრობს მიხვდება რომ ანუ ეგეთი უკმაყოფილო სტაფი მეტი არავის არ ყავს. ხა ეს გოგო ძალიან უკმაყოფილოა ცხოვრებით. ცუდია. ესეც ჩემი საყვარელი დაბლმერი მაჩა. ბუბუ შენ მოკითხვა ნიუ-იორკიდან ბუბუ რო იყო ჩემთან ამას ვსვამდით ყოველ დღე თუ მე ვსვამდი ყოველ დღე, მაგრამ მე მიყვარს ძალიან. წავედით პარკისაკენ ჰერი. მაგრამ ალბათ კალორიებია 1,500,000 სავარაუდოდ. არა უშავს. მაინც ბუკუნა ვარ, ვისი ამოვნა მაინც. აუ, ერთხელ აუცილებლად უნდა მოვიდეთ, აი ამ კაფეც არ არის, რაღაცა მაღაზია, რომელშიც სულ ან წამოეხავე შევიდეთ, თუ რეგი არა, რეგი კი არის, მაგრამ შეხედეთ როგორი. მაგრამ ყველა აქებს და ყველა იმაში იწერება ხოლმე ჟურნალებში, რომ აი აუცილებლად უნდა ერთხელ მაინც მიხვიდე და ნახო. ხო და სულ ხალხია. სულ ხალხია, სულ აქედან და ცადოთ შევიდეთ, ნახოთ რა არის აქ ესეთი განსაკუთრებული. Τώρα მართლა ჭედვა, აი ჭედვა. მზა საჭმელებია. რაღაცა
ეს ესპრესოს რიგია, ამხელა. ნახეთ, რაღაცა გემრიელობებია. მაგრამ ყველგან რიგია. ნამცხრები. რეგარდია. გარდებით. აი პიკაპზე არის იმხელა ხარ. ბრავო. საოცარი რიგია ყველგან. ეხლა რიგში ვერსად ვერ ჩავდგები, მაგრამ გავითვალისწინოთ და ანუ ძალიან ბევრი ხალხია მართლა. რაღაცა ალბათ ძალიან გემრიელი აქვთ. ანუ უბრალოდ პოპულარულია. იმიტომ ჭედვა. ეხლა როგორ გავიდეთ აქედან? შია როგორ გავიდეთ? ესე გავიდეთ. წავედით. არა, ხო, ალბათ რაღაცით არის პოპულარული აქაურობა ძალიან, იმიტომ რომ მართლა ხო ხედავთ, აი ეს რაღაცა უკვე 4 ადამიანზე ნახე ეს მე. ნახოთ. ერთხელ მოვიდეთ და ვნახოთ. No, yeah. Like going into I'm like so happy. I'm ecstatic. დაცხა თუ არა, ეგრევე მთელი ნიუ-იორკი გამოვაგდა. ქუჩაში ვერ გაივლი, ვერ გამოვივლი. ახლა ნახეთ ცენტრალურ პარკში რამდენი. აი ეს სასმელი, აი ამის გამო არის. ძალიან ბევრი აშკარად. და ეს ხალხიც ამ ადგილს ელოდება, რა ვიცოდეთ. ეს რიგიც ამ ადგილს ელოდება. კაი, ერთხელ მოვიდეთ და გავსინჯოთ რა აქვთ ეგეთი გემრიელი. ეხლა წავიდეთ პარკისკენ. ანუ ტყუილად არ მითხრეს, რომ გემრიელი არისო, მართლა საოცარი რიგია. რაც ნიშნავს ხოლმე, რომ მართლა ესე იგი მოსწონს ხალხს რა, ხან ამხელა რიგია. შიოს ამასობაში ჩაეძინა და ჩვენ მივედით პარკში თითქმის შევალთ და წავალთ Great Lawn-ზე, ასე ქვია, დიდი მინდორი. დანამა, დიდი მინდორი დანამაზე მივდივართ ახლა ჩვენ ოღონდ ნიუ-იორკში. ეგ რომ გითხრათ სიმართლე, ალბათ ყველაზე ნაკლებად მომწონს ეგ ადგილი, იმიტომ რომ ბეისბოლს თამაშობენ ხოლმე ბავშვები და შეიძლება რომ მოგხვდეს. მაგრამ არის ყველაზე ახლოს ჩემს სახლთან და მან დავდივართ ყველაზე ხშირად, ალბათ თუ გინახავთ ფოტოები, ვიდეოები, ეგ არის დიდი მინდორი დანამადან. მოვედით შევალთ და მაგასაც გაჩვენებთ. ოვიზე მკითხა ვიღაცა, ოვის სად არის? ოვი არის ქალაქგარეთ ბენის მშობლებთან ერთად. ამიტომ ეს შაბათი კვირა ვართ მე და შიო მხოლოდ. ბენი ახლა სამსახურშია და ეს რაღაცა ცოტა დრო გვაქვს მე და შიოს პირადი. ძალიან ლამაზად ყვავის ხოლმე ყველაფერი პარკში, განსაკუთრებით მაისის არა, პრინციპში არა, მაისის დასაწყისში. მაისის ბოლოს უკვე ზაფხულდება. ეხლა ვართ მაისის ბოლოში და უკვე ზაფხულია და აი გაზაფხული უფრო აპრილის ბოლო მაისის დასაწყისია, როცა თუ აპირებთ ნიუ-იორკში ჩამოსვლას, პირობას გაძლევთ საუკეთესო დრო არის აპრილის ბოლო მაისის დასაწყისი, როცა აი 1000 ფერებად ყვავის ცენტრალური პარკი და ზოგადად ნიუ-იორკი გგონია რომ აი აგეც 64-ში ხარ, ავატარის სამყაროში ხარ, ისეთი ლამაზია. აი აქედან შევედით. ეხლა მივალთ იმ დიდი მინდორიდან ამაზე და გავიშხვართებით. აქ არ გავიშხვართებით, იმიტომ რომ აქ ხედავთ მაინც ძალიან დიდი მოძრაობა არის და ნუ პლუს გზა არის აქვე და გზასთან არ მინდა. მირჩევნია შიგნით შევიდე ხოლმე ცოტათი. აბა გარუჯვა აქაც უყვართ ძალიან. აქაც არის ყველა უკვე გამოფენილი, ესე გარეთ. ყველა ირუჯება, ყველა სასმელი აქვს, რაღაცა შამპანიური მოტანილი. ყველა გარეთ არის და ღმერთო რამდენი ხალხი არის, იქ სადაც ჩვენ ვიდივართ. ეხლა დავინახე დიდი მინდორი დანამაზე არის საოცარი რაოდენობა ხალხის, მაგრამ არა ვიცი. მაინც შევალთ. მაინც დიდია, მთავარია რომ ჩრდილში ადგილი იყოს, იმიტომ რომ არა ჩრდილში არ მინდა. ზეში არ მინდა.
აი ხედავთ, ბავშვები თამაშობენ ბეისბოლს იქ და აი ეგ არ მიყვარს ხოლმე, სუბეშინია რომ ბურთი არ მომხვდეს, ან მე ან ბავშვს და დანარჩენში ძალიან კარგი მინდორია. შევიდეთ. შესასვლელი ეგერ არის. და ხედიც არის ხო შეიძლება ძალიან ლამაზი. შევად. კარგი სიგრილია სხვა შესასწავლო. ვიღაცა ფრისბის თამაშობს, ვიღაცა იმას შვება, ვიღაცა ამას შვება, ვიღაცა ძინავს. ეტყობა ნაბახუსებზე. ეს ის თქვენი ნიუ-იორკი. აი ესეთი ხედია. ვიღაცის კამიცა აქვს მოტანილი. აი აქეთ გვინდა ჩვენ რომ ბეისბოლისგან შორს ვიყოთ, იქ თამაშობენ, აქეთ არა. წავიდეთ ცოტა ჩრდილისკენ. ჩრდილი მირჩევნია ყოველთვის. აი იქით რაღაცა ხე არის, კარგი და ხესკენ წავიდეთ. ბევრად ჭრია. ხა? ეს მოვკალახს და თაკ. ხალხნა ეს რო არ გაჩვენოთ, არ შეიძლება. ვიღაცას აქვს მოწყობილი მთელი ფართი. შეხედეთ. თუმცა ის უნდა ვქნა რომ ვიღაცას არ გადავუარო. მე ვერ ვიპოვე ჩემი გადასაფარებელი და ვარ ისე. არა შეხედეთ. ანუ მთელი ამბავი აქვს აქ მოწყობილი. ნახეთ რა კარგია. ეს იქნება უეჭველი ანუ სავარაუდოდ რაღაცა ძაღლის ქორწილია ან რაღაცა ეგეთი. ან კაცმა არ იცის, მაგრამ ნახეთ როგორ არის ყველაფერი მოწყობილი ლამაზად. ყველაფერს ნახავთ ნიუ-იორკში, არაფერი არ გაგიკვირდება ადამიანს. წავედით ჩვენც მივეგდოთ და დავისვენოთ. შიოსაც მივაგდებ და თან ვიტვირთოთ. გაგიკვირდებათ და მეგობრები ვიპოვე. ხა მომწერეს რომ აქ ხომ არ ხარო და არ ვიცი რამდენად უნდათ რომ გადავიღო, ამიტომ მომიწევს რომ გაგითიშოთ ცოტა ხანი. გავიგებ თუ უნდათ რომ გადავიღო. გაჩვენებთ თუ არა და ცოტათი ხო დაგათვალიერებინეთ დღეს ცენტრალური პარკი. ასეთი არაჩვეულებრივი ამინდია, ესეთი კარგი გარემოა და შიოს ძინავს და მეც შემიძლია ცოტა დავისვენო. ახლა ვიპოვი, სადღაც ვარ თაღოთ, რაღაცა ნომრები მითხრეს და ნომრებით კი ვერ ყვევი აქ კარგად. მეცემ წერს. წერს და გავიგებ ზუსტად სად არის და ან ვიპოვი, ან და აქ დავჭები. I don't know. It's literally called a spike ball. I was trying to figure it out. Asian playground. ეს არის Asian playground და იქით არის. ბიჭო არ ვიცი ესე. რაღაცა უცნაურ დასახელებებს მეუბნება. მგონი ყველაზე ნახდია რომ FaceTime-ი დაურეკო. ისე გავიგო სად არის, თორე ისე ვერ ვიპოვი. როგორც დავლაგდით, ისე ავლაგდით ახლა. ყველა ავლაგდით, ყველა დავლაგდით. თბილისი ვით არის ხოთშოს ნიუ-იორკი, არასდროს არის ახ სტორიში ვნახეთ რა, უი შენ საკა ხარ, შენ საკა ხარ. თუ გამოვიდა ჩემთან. ცუგას გაჩვენებთ, ნახეთ როგორი ცუ გამოვიდა ჩემთან. კაი, წავედით. ავალაგოთ და წავედით. მართლა მეცნელია ბავშვთან ერთად არსებობა. ნეტა ვინმე თუ იცის. კაი. ვიპოვოთ ისინი.
მოკლედ მოვედით აქეთ. ბევრნი არიან, არ ვიცი ვის უნდა რომ გამოჩდეს, ვის არ უნდა რომ გამოჩდეს, მაგრამ მე და შევ გდივართ. By the way, I'm doing video in case you know I posted your stuff yesterday. I don't know if you saw. Internet presence. Well, now you are. I feel so bad. Can I get you anything? No, you know I'm trying not to go into the sun because I don't have I mean I have SPF, but I just don't want to put They say like 6 months. Yeah, they say you shouldn't put SPF until 6 months, even though I have, non-chemical ones, Yeah. but still. To your point, like if you could be out of it, why? Yeah, why be in? By the way, if kids need it, I have tons of like non-chemical. Yeah. What do you like? What's your So I was making the SPF and then I stopped, little baby? but then I have samples of it and I'm using it like crazy with Oliver. ხო, აი სხვათა შორის ძალიან საინტერესოა და აქაც დამიდასტურეს, რომ ზოგადად ნებისმიერი SPF-ი ბავშვზე 6 თვემდე არ უნდა გამოიყენოთ. არ აქვს მნიშვნელობა ქიმიური, არ არის ქიმიური, 6 თვემდე ჯობია რომ უბრალოდ მოაცილოთ მზეს და დააფაროთ 6 თვიდან, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დამცავით სწავლოთ. See you, my baby. I have a video on just in case so you're aware. Just the kids? Just in case so you're aware. Oh, okay. All right. I posted one from yesterday. How'd it do? And what did people say so far? Oh my god, they loved you ladies. Really? Absolutely. And her comment when she has like a champagne in the bottle, that went on TikTok. How are the viewers primarily from Georgia? They're all Georgian, yeah. Can you tell? Oh yes. Soccer ball. I know you want to go to all the states. Like you have to have like the American experience where we do like a keg party. Yes. What? Where like we do keg stands and like flip the cup and Oh, I want to do that. Yeah. you would have They're so really much fun. fun. I have to find the only thing that's annoying that when I went to college, it wasn't like you had real pictures. So like my real pictures are somewhere in like a box somewhere in my parents' house, and then sometimes I'll go back and I'll sit in the closet with all of them. I'm like, I'm doing a keg stand here. Or What is here I keg am, stand? Where they hold your legs up and you What? drink beer. So Oh, maybe. No. I overate yesterday. Oh yeah, no, me too. I'm like, And this morning I was thinking about you saying that I need to walk, and then I got like double berry matcha in Starbucks, and Robbie, you want the ball? went to shit fun. Hold the ball? Hold it? That is so. no, I can't. I just cannot diet. I need You food. can. It's just really hard. It sucks. Having to like. I know it sucks. Just want to have normal food. And sweet. And sweet. Keep going. As Ashley says. What would you say is another American experience besides? What is it called again? Kegel. Keg- Keg stand. Keg stand. So like this, and the beer goes down. I'll show you. Yeah, beer pong. I just go pizza Yeah, and beer- snow so beer cones in pong. Central Park. What's better than this? And Jackson goes God, I having a mansion with a big Lego set and having this still. What are the cars for? I don't know what they like have a different rendition. Beer pong is like literally you set up the cups. and have then beer in you them? have beer in them, and then Great calling it pizza. you you throw the balls. You try to get the balls in, and then if you get the ball into the opponents, then they have to drink. Oh, Yeah, it's fun. It's really really fun. Oh you my like God, I her. know. That's her favorite. You're so cute. Our absolute favorite. Has he been rolling? no, not really. He looks like interested in like trying, right? I think he's a little lazy. He's not quite roller. Me too, my man. Everyone is. Everyone is. Did you hear? So I take a picture of them, and I go pizza and snow cones in Central Park. What's better than this? Exactly. And Jackson goes, well,
mansion and a big Lego set. Oh, wow. That is okay. Well, he has enough. his goals. But then Charlotte had soccer like 97th, and that's a really great area. Oh too. yeah, that's beautiful. I don't know that gardens, Yeah, the garden's right there. And actually it's a big open area. It's Right. beautiful. Big rocks. Big rocks, yeah. It's nice. I always forget about those gardens. They're so pretty. I wonder if we missed the blooming. We missed missed it, right? It's end of April. We did because one of my clients kept posting it. Like she was walking through. They have that woman's brunch where everyone wears their like fun hats. Oh yeah. I want to go so bad one year. I think it's like a lot of money. Like Central Park Conservatory. Oh yes, they dress up to the. It's like a Queen's venue with the flowers. Yeah, my clients. Yeah. Someone posted recently that they were there in our school. I don't know who. Well, even like I told Rob for my 40th, I want a bench in Central Park. It's $10,000. So expensive. It's And the 10,000. stones are 3,000. Wow. Stones are 3. So like certain areas have like like the little stones, Yeah. and they're 3,000. Oh, I didn't know there were stones. But they repurpose them really often, and they said that in like that if you have it, it's not forever, and they'll repurpose it, but it won't be the Really? same Wait, stone. what do you mean it's not forever? Like if you So, die, like- they're like bye. Like, have you ever done like Jackie O? And there's like Yes. there's that one area on like like the east side that has like almost like an overlook, and it's like all stone passage. So there's like a lot of like stone Oh, there, yes, and like yeah. there's like a castle over here, Yeah. and they all have stone pieces, so you can have one of those. Huh. And they're only 3,000? Have you ever seen one right here at the entrance? It doesn't say name, it doesn't say last name, it just says love, love, love. It's my favorite one. I've never seen that one. You have to show me when we It's leave. right when you cross the street right here on 85th. You know where the lights are? Right by the lights where the guy always sells Yeah, beers I've and never stuff. noticed Right that. there on the left. Just keep going, and I think it's like a third bench to the left. And it just says love, love, love. I love that. Benitz movida. I think you're way too long, but I wasn't leaving until ამასობაში ჩვენც ვგდივართ აქ ისევ კლავესე ვგდივარ. დიოდით და დაგპატიჟეს შეძვერით ბავშვებო თვითონ იმაშია რა ქვია. This is so cool. Oh my god. Benitz დაუმეგობრდა. Do they have that pole that you slide off? You do? Oh, that's the pole? Oh my god. That's what I wonder. Yeah. Yeah, I was wondering about the pole. ბავშვებიც აქ არა ესეთი რაღაცა უბნის კეთილი ადამიანები. დავბრუნდით, მთელი დღე გამოგვივიდა საბოლოო ჯამში დედო პარკში, ხო? ვენში განდახა ტუალეტში და კვდება ინტერესით ჭორები მომიყევი, რაზე ელაპარაკეთო. ეგეთი ჭორიკანა. ქმარი არ ვიცი ვინმეს თუ ყავს. გამოვიდა და დავაწია ჭორები. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ვიღაცაზე გაბრაზდა, რომ იმას არ უთხრეს. არა და შემთხვევით შევხვდით სულ ყველა არანაირი გასაბრაზებელი ამბავი არ იყო. მე იქ ვიყავი და უცბად დავინახე იმის სტორი და ესე შევხვდით, მაგრამ ერთი გაბრაზდა, რომ მე რატო არ ვიყავი მანდო. კარგით, კოცნით გეხვევით თქვენი ნუკი კოშკელიშვილი. ხო დედიტო? So,